მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ script-ის ერთ-ერთი მომხმარებელი ვაიპერი და მე დღეს ვაკეთებ ამ ვიდეოში გასწავლით თუ როგორ უნდა გამოძრაოთ ჩვენს მიერ წინა ოდლში შექმნილი 4-კუთხედი ბურთი ფორმატის შიგნით, ანუ როცა მოხდება ამ კედელს, წამოვიდეს აქეთ და არ წავიდეს იქეთ, როცა მოხდება ამას, აქეთ წამოვიდეს და არ შევიდეს შიგნით და ასე შემდეგ. უბრალოდ მივხვდით უკვე ალბათ რასაც გულისხმობ შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი კეთდება script-ის მომხმარებელთათვის და თუ არ იცით script-ი, აუცილებლად ჩემოდით, ისწავლეთ თუ გაინტერესებთ პროგრამირება და კარგი იქნება თუ იმასაც გაგვიზიარებთ, რაც თქვენც იცით პროგრამირებაში. მოკლედ დავიწყოთ ჩვენი საქმე. ამისთვის აუცილებლად დაგჭირდება იმის თქმა, რომ საწყისი წერტილი არის 0-0, ხოლო რა მნიშვნელობაც არ უნდა მივანიჭოთ, რა ზომაც არ უნდა გქონდეს ჩვენს ფორმატს, მას აუცილებლად იქნება width, ანუ სიგანე და height, ანუ სიმაღლე, რომელიც აღნიშნება წერტილი client rectangle height ან width და ეს არის ის ბოლო წერტილი, რომელიც ფორმატის სიგანეში ან სიმაღლეში მოისაზრება. სიგანეში ამ შემთხვევაში 750, ხოლო სიმაღლეში 375. ახლა რა მინდა გითხრათ, შექმნათ ახალი sub, private sub, ისევ sub, დავარქვათ check ball hit. დავწეროთ შემდეგი if ball left ჯერწეთ მეტობის ანაკლებობის ნიშანს, ნაკლებიან ტოლი 0-ზე, სწორად, then რადგან left შევუსამევით h speed, ამიტომ h speed უნდა გავხედოთ უარყოფითი. speed. და აქვე დავწეროთ არემ ტოპის, ვისაც იმდროც განსხვავება რა if ball top. როგორც მოსავს წინა გაკვეთილში გითხარით, რომ ეს top and left არის ჩვენი 4-კუთხედი ბურთის მარცხენა და ზემო მხარე. speed and minus speeds. speed. ახლა მინდა გითხრათ, თუ აქ მინუს დავწერთ, ბურთი იმოძრავებს არა მარჯვენა ქვედა კუთხისკენ, არამედ მარცხენა ზედა კუთხისკენ. აი, მოძრაობა შეასრულა. ახლა კიდევ რა გითხარით, წინა გაკვეთილში თუ წერთ, ვაკეთებთ private subs, სახელით რაღაცით და შიგნით ამ რჩევებს შორის არ წერთ არაფერს, აუცილებლად ტაიმერი რჩევი უნდა დავწეროთ, რომ შეამოწმოს ეს ჩვენი საბი. მოხდა, აისხლედა. უფრო კარგად დასანახად ერთ-ერთზე დავეყვნოთ. ძალიან, მაგრამ მოვითმენ არა უშავს. კარგით, ახლა გვჭირდება გავაკეთოთ რა მოხდება ქვემოთ როცა დაიჯახება ან აქეთ. როგორც გითხარით, აქვს ჩვენს ფორმატს, ჩვენს Visual Basic shares client rectangle width and height. ამიტომ წერთ if all და როგორც გითხარით, აქვს მარჯვენა მხარე ჩვენს 4-კუთხედ ბურთს და აქვს ასევე ქვედა მხარე, როგორც გითხარით. ამიტომ if ball right, ანუ მარჯვენა მხარე, მეტიან ტონი client rectangle მარჯვენა მხარე უნდა იყოს width-ზე მეტი. then როგორც left-ის შემთხვევაში ეს h speed უდრის minus h speed. შეგახსენებთ, რომ h speed და west speed განასხვავებს აქ მარტო ის თუ რა შეუსაბამებთ ball left თავიდან, აი დასაწყისში როცა ვაუმძრავებთ და ball tops რა შეუსაბამებთ. ამას შესაბამისად წერთ უკვე h speed და west speed. ხოლო if ball button მეტიან ტოლი client rectangle height ზე, ანუ სიმაღლეზე, then e speed უდრის minus v speeds. ძალიან პრობლემად სამამდე. არაჩვეულებრივად მოქმედებს. ახლა მთავარი, ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენი ორი მოთამაშის ასე ვთქვათ, ასარეკლი ფიცრები, ასე დავარქვათ, დავაყენოთ, დავსვათ აი აქ
და აი აქ. ამიტომ უნდა შევამოწმოთ აი ეს მხარე, მოცემთ და აი ეს მხარე, რომ თამაში დამთავრდეს აქ მოხვედრის შემთხვევაში, ანუ თუ go left udrinavlebian terminalze then timer 1 enable ანუ ეს შენი ტაიმერი რომელიც რაღაცეებს ამოწმებს ყოველ წამის მე-1000-ში enable ფუნქცია როგორც გახსოვთ თავიდან false-დან true-ზე გადავაყენოთ ისევ დავაბრუნოთ false-ზე ამ შემთხვევაში ეს ნიშნავს რომ თამაში დასრულდა ტაიმერი აღარ მოქმედებს შესაბამისად ბურთი აღარ მოძრაობს ბურთი რომ მოძრაობდეს ვერ მიხვდებით რომელ ადგილში დაეტაკა ჩვენი ბურთი ზუსტად აი რომელ ადგილას ანაკ რატო დაეტაკა როდის მოკლედ წერთ use ეს როგორც გითხარით ჰაკერას კაპიტალში უნდა იყოს როგორც მახსოვს და ასევე წერთ right-ში შემთხვევაში timer 1 enable udris false ხოლო message box use ნახოთ რა მოხდა მე წაგეთ თამაში შეწყდა დავწეროთ პლუსები მინუსების მაგრად რომ შევამოწმოთ მარჯვენა მხარეს რომ ზუსტად ის მოქმედებს ჩვენ რომ გვინდა აჰა ეს არის დღეისთვის ჩემი გაკვეთილი ისე პატარა გამოვიდა მაგრამ როგორც თამაში არ არის დიდი ჩემი კოდებიც პატარა გამოდის ახლა ჩვენ დაგჭირდება დავამატოთ ფიცრები როგორც წინაზე ვთქვი აი აქ ხოლო ფიცრების ასხლეტის კოდი ცოტა უფრო რთულია ამიტომ შემდეგ გაკვეთილში განვიხილოთ კიდევ ერთხელ შევახსენებთ რომ ეს ყველაფერი კეთდება script-ისთვის და შემოგვერთდით და რეგისტრირდით და თუ ხართ აუცილებლად თუ ხართ დაინტერესებული პროგრამირებაში აუცილებლად დარეგისტრირდით ეს საქართველოსაც კი არა და ну რა თქმა უნდა საქართველოსაც წაადგება ჩვენც წაგვადგება უფრო მეც ვისწავლით თქვენგან და თქვენც წაგადგებათ რადგან თუ რამე შეგვიძლია აუცილებლად დაგეხმარებით გისურვებთ წარმატებას და არ დაგავიწყოთ script-ში